მოგესალმებით, მე ვარ ფიქრია მარგიანი, უდაბნოში მაცხოვრებელი. მესტიის რაიონიდან ეკომიგრანტი ჩამოსახლებული სვანი. ჩვენ ჩამოგვასახლეს 1997 წელს სტიქიის შედეგად. მაშინ ვიყავი 4 წლის და იმის მერე ვიზრდები აქ, დავამთავრე საშუალო სკოლა აქ. შემდეგ უკვე ჩამოვაყალიბე აქ ანსამბლი კასლეთილა 2009 წელს, მყავს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი. და მყავს ოჯახი, ვარ 4 შვილის დედა, ვცხოვრობ აქ სოფელ უდაბნოში. აი ჩამოსახლების პერიოდი მე მახსოვს მხოლოდ ეს გადარბენების სახში, რომ რაღაცა ისეთი საშინელი სიტუაცია იყო ჩვენთან სოფელში, რაღაცა არ იყო კარგი ამბავი, ეს მხოლოდ მახსოვს ჩრდილივით გადაირბენს ხოლმე გონებაში, რომ დედა დარბოდა ვიშით და სტიქიის კადრები და თვითონ სტიქი აღვიქვი მხოლოდ შოვის ტრაგედია რომ მოხდა და მანამდე ვერა, იმიტომ რომ ისეთი პატარა ვიყავი, მხოლოდ მოყოლილი ვიცოდი და ვერ აღვიქვავდი. მხოლოდ მაშინ წარმოვიდგინე თუ რა მოხდა ჩვენთან, რომ ჩაიტანა ერთი სოფელი და მოსახლეობა. ეს ტკივილი მხოლოდ მაშინ აღვიქვი. ხო, ჩვენთან სოფელი ჟამოშის ანუ ლახირი სასცდა და სოფელი ჟამოში ჩაიტანა თითქმის მთლიანად და 13 წევრი თუ არ ვცდები, 13 ადამიანი უბრალოდ დაიღუპა აი ესე სოფლის მაცხოვრებლები მთლიანად. ეს თემებად დაყოფილი მულახია მთლიანად სოფელი. აქ არის თემები, პატარ-პატარა თემები, ჟამოში, მუჟალი, ლახირი, მე ლახირიდან ვარ, მურიშკელი ჭოლაში და ეს სოფლები ყველა ამ ზვავის შემდეგ სანამ ვინმე დაეხმარებოდა რამე ძალები, მანამდე თვითონ სოფლის მაცხოვრებლებმა ამ თოვლის გადაყრის და იმის მეშვეობით ხალხს ეძებდა თოვლის საფარის ქვეშ. არა მარტო ლახირში, მულახში მოხდა, ეს მოხდა კიდე ჭუბერშიც. აქ არის ჩვენთან ერთი ოჯახი, რომელსაც ოჯახი დაეღუპა, მამაკაცს ცოლ-შვილი ჩაიტანა ზვავმა მთლიანად. თვითონ რაღაცა, რა ვიცი, სასწაულად გადარჩა და ხო, აი ეს ტკივილი მხოლოდ ეხლა აი 2-3 წლის უკანდელი ტრაგედიის შემდეგ აღვიქვი, თუ რამხილა ტკივილიანი და რამხილა უბედურება მოხდა ჩვენთანაც. იმის მერე გადმოგვასახლეს მასშტაბურად იყო შეშინებული მოსახლეობა, უკვე ძალიან ისე იყო და გადმოგვასახლეს აქ უდაბნოში ჩამოვსახლეთ 97 წელში. იმის მერე ვართ აქ. შევეგუეთ სვანეთის ბუნების შემდეგ შევეგუეთ აქაურობას, თუმცა ესეც ჩვენთვის ძალიან მადლიანი ადგილია. ხო, იმ სტიქის შედეგად ვისაც სახლების სახეზე დარჩა, დღემდე რა თქმა უნდა აქვთ კავშირი, მიწები ჩვეულებრივად გვაქვს დღემდე და ზოგმა საოჯახო სასტუმროებიც გააკეთა მოქმედა, ზოგი მიდის და ცხოვრობს იქ ჩვეულებრივად, საგაზაფხულო დასასვენებლადაც აქვთ, ჩვენი ფესვები მაინც იქიდან არის და ამიტომ სიამოვნებით, საფხულობით მივდივართ ხოლმე, ვინც იქ არ ცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობთ კახეთის რეგიონში, კახეთი ჩემი გულია, როგორც ჩემი სვანეთი, ჩვენ მაინც ჩვენ სვანურ ენას ბავშვებთან ვცდილობთ, რომ არ დაუკარგოთ და ისწავლონ, რა თქმა უნდა, ასევე ადათ-წესებს, ტრადიციებს, აი სვანური დღესასწაულები, რაც გვაქვს სვანეთში და რაც ტარდება დღემდე სვანეთში, გადმოტანილი გვაქვს აქ და ისე ვაგრძელებთ. დღესასწაულები მოგეხსენებათ, სვანები ძალიან მორწმუნეები ვართ და აქაც ამან გაგვაძლევინა სიმართლე რო გითხრათ, აი დავით გარეჯის მადლმა ჩვენ არ გვეთმობა და არ გვეტოვება ეს მადლიანი ადგილი. არ ვკარგავთ ჩვენ ადათ-წესებს, არ ვკარგავთ ქართულ ხალხური ფოლკლორის, იმ სვანურ ფოლკლორის კუთხით რო ვილაპარაკოთ, იმასაც აი ვცდილობ, რომ ბავშვებს, ზოგიერთი ბავშვი, სვანი ბავშვი არის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მართლა უჭირს სვანურად მეტყველება და აი ვცდილობ, რომ სვანური სიმღერებით, სვანური სიტყვებით ეს სვანური ენა ავადგმევინო ბავშვებს, ვცდილობ. დანარჩენი ქალბატონები, ასაკვანი ქალბატონები მყავს, ეთნოფური ქალბატონები მყავს და იმათგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ და გადავცემ მომავალ თაობას, რომ არ დავკარგოთ ეს ჩვენი ძველი ტრადიციული ფოლკლორის სიმღერები.
ისტორიული ძეგლი აქ უდაბნოში ეხა სანახაობრივად არის მთავარანგელოზის ბაზილიკური სტილის ტაძარი. ესეც ჩვენი სოფლის თემა ააშენა. აი მე მგონი კადრში მოჩანს იქ გორაზე მაღლა. ჩვენ სოფელს არ აკლია უცხოელი ტურისტი. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი დავით გარეჯის კომპლექსი არა მარტო კახეთში, საქართველოში იმხელა ისტორიული ძეგლი არის, რომ იმის ინტერესიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრი ტურისტი მოდის ჩვენ სოფელში და დავით გარეჯის კომპლექსსაც ალბათ ნახავთ რამოდენიმე წუთში და ამ მოკლე დროში ვეცდებით რომ ეს კომპლექსიც დავათვალიეროთ და ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ დავით გარეჯის შესახებ. დავით გარეჯი ერთ-ერთი უნიკალური და ღირსშესანიშნავი ისტორიული ადგილია საქართველოში. იგი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, აზერბაიჯანის საზღვრის პირას. დავით გარეჯის მონასტერი დაარსდა მე-6 საუკუნეში. 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთი წმინდა დავითი მოვიდა თავის მოწაფესთან ერთად და შემდეგ დაიწყო მოღვაწეობა ამ ადგილებში. დავით გარეჯი მოიცავს 20-ზე მეტ მონასტერს და პატარ-პატარა მღვიმეებს, ქვაბულებს, ესე რომ ვთქვათ, რომლებიც კლდეში არის გამოკვეთილი. დავით გარეჯის კომპლექსი ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობს. აქ მოდის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ასევე სოფელ უდაბნოში არის საოჯახო სასტუმროები, არის რესტორნები და ყველანაირი პირობა არის იმისა, რომ მობრძანდეთ აქ ადგილობრივიც გაგიმასპინძლებათ, ვისაც სურვილი გექნებათ. თუ ვინმე ხართ ისეთი, რომ დავით გარეჯის მონასტერი და კომპლექსი არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად უნდა ნახოთ. მოკლედ ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ უდაბნოში, ავალიანების ოჯახში, მურმანი ავალიანის ოჯახში და ოჯახის დიასახლისი გაგვაცნობს ჩვენ ტრადიციულ კერძებს, რასაც ვინარჩუნებთ დღემდე. და არ გვინდა რომ დავკარგოთ ეს ჩვენი ტრადიციული კერძები, რა თქმა უნდა. ეს არის კუბდარი, ხაჭაპური, მერწვი, ჭიშდვარი და ასე შემდეგ თაშმეჯაბი. ამ ჩამონათვალიდან რამოდენიმე კერძს შემოგთავაზობს ქალბატონი ნანი, ამ ოჯახის დიასახლისი, ნანი კვანჭიანი. მოგესალმებით, ნანი. კეთილი იყოს თქვენი მოგბრძანება. ხოჩალა დავუჯა. ხოჩალა ნანი. კენაც. რა შეგვიძლია ახლა რომ შემოგთავაზოთ? ახლა დავიწყებთ კუბდარით. მოკლედ ჩვენი მთავარი და სავიზიტო კერძი არის კუბდარი. პატარა ნაჭრებად ჭრით საქონელი და ღორი გვაქვს შერეული ახლა? ხო, საქონელი და ღორი არის შერეული. ხო? კი ბატონო. ახლა ეს დავჭერით და ახლა დავჭრით ხახს, ნიორს, სუნელები აგერ გამზადებული გვაქვს. მოკლედ კუბდარი ჩვენ ამის გარეშე მე მგონი სუფრა კი არა ყოველდღიურობაშიც რო შეგვეძლოს ყოველდღიურად ხო გამოვაცხობთ კუბდარს და მივირთმევთ გემრიელად რა თქმა უნდა თუმცა ლხენის სუფრა იყოს სულ ამის გარეშე არ არსებობს ჩვენი სუფრა ხო ასეა ქალბატონო ნანი კი ბატონო რამდენად ხშირად დაწყობთ თქვენ ოჯახში საპატიო ცოლოსტობრები რომ გქთის მაშინ შენ თავზე უკეთ ვისუნდა საპატიო ეს ყოველდღიურობაა ჩვენთვის, მაგრამ მაინც. ნანი ვიცი რომ შენ თან მოდის ბევრი სტუმარი, ბევრი უცხოელი სტუმარი
და თუ მასპინძლდებით, მაგალითად თუ გაქვთ სამზარეულო, თუ კითხულობენ, ძალიან კმაყოფილებიც არიან და ძალიან ბედნიერები არიან. მოსწონთ ალბათ ჩვენი კუბდარი, მოსწონთ ჭიშტვარი, ხაჭაპური, ფეტვიანი ხაჭაპური. მასტერკლასებსაც ვიკეთებ. წველითაც დაინტერესებულები არიან ხოლმე. სანამ მოვლენ ისინი აქ შენთან, სანამ მოდიან ნანი, თვითონ იციან ამ კერძის შესახებ და გიკვეთავენ თუ თქვენ თვითონ სთავაზობთ? ხო, მე ხო ვეუბნები, რომ ეს არის ყველაფერი ნატურალური. და თქვენი პროდუქტი, ოჯახის პროდუქტი, ხორცი და მაშინ ინტერესდებიან და მეუბნებიან აბა როგორ კეთდება და მაშინ ვკეთებ მასტერკლასებს, როგორც და ნატურალური რო არის, ძალიან მოსწონთ და ძალიან ისინი არიან აღფრთოვანებულები. არის კიდე ესეთი რაღაცა, როდესაც სვანეთიდან მოდიან ეს ტურისტები, სვანეთში, რა თქმა უნდა, ახლა სვანეთში გემრიელის კუბდარს შეჭამენ, მაგრამ რატომღაც აქაური კუბდარის კუბდარს მაინც ხალხს უსმენ, რომ აი ძალიან გემრიელი რაღაცა. ეხლა ეს არის ხახვი. ეს არის ძალიან წვრილად დაჭრილი ხორცი, შერეული საქონლის და ღორის ხორცი ერთმანეთში და უკეთებ ეხლა ხახვს. წვრილად დაჭრილი. მე უკეთებ ნიორს სხვათა შორის ჭყლიტავენ, მაგრამ უფრო გემოვნებიანი არის დაჭრილი. ქვის სანახში ნაყავდით ნიორს ვინახება. კი ბატონო. ესეც დაჭრილი დავჭრათ, იმიტომ რომ თუ გინდა ნიორს მე დაგიჭრი ხა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ნანი და შენ შეგიძლია შეკმაზო სხვა სუნელებით, ხო? მე აქ მუშაობ. ეხლა პირველ რიგში ვკეთებ სვანურ მარილს. ეს იქიდან ჩამომდის სვანეთიდან. არა, ჩამომდის კი არა, მე ვაკეთებ. მაგრამ როგორც ასეთი გამოყვა სვანეთიდან. სუნელებს მაინც იქაურს უფრო მძაფრი და ისეთი გემო აქვს, ნუ სვანური რისია თუ სვანური სუნელით არა. ჩამოსული სუნელებით იქიდან რომ შევიძენთ და ვინმე გამოგვიგზავნის, შემდგომ უკვე აქ ჩვენი ზომები. ახლა უკეთებ არც ერთ ოჯახში არ მზადდება ერთი და იგივე სახეობის სვანური სუნელი, იმიტომ რომ ყველა სვანური სუნელი არის სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა გემოთი და სხვა და იმიტომ რომ ყველას ხელი არის სხვადასხვანაირი გემრიელი და ისეთი სვანურ მარილს კი აქვს ყველაფერი, მაგრამ მაინც ცოტას ვამატებთ. ეს არის ყვითელი ყვავილი. ეს არის ძირა, გიცრული არ მქონდა თორე, გიცრული კიდე მთაში არის. ჩემი რძალიდან პირდა მოგცემ, მაგრამ ეხლა ცოტა გვიანაა ის წიფე გიცრული. ეს არის ძირა. ეს არის უცხო სუნელი. სვანური გადასარევია, მაგრამ სვანური არა გვაქვს. უცხო სუნელი მეტი უნდა და ცოტა კინც ნაკლებს გავუკეთებთ. და უცხო სუნელი ცოტა მეტი უნდა. ეხლა გავუკეთებ ის. ქვია და ციცაკა გემოვნებით. ბევრს არ უყვარს მწარე, მაგრამ ცოტა მეც გავუკეთებთ. თქვენ თუ გიყვართ მწარე, თავარი ის არის. ჩემო კარგო, ეხლა ეს მეთოდი თქვენ ბავშვობიდან მოგყვებათ, უფროსი თაობიდან თუ ეს რაღაცა დანამატები თქვენიც შესაძლოა? ბავშვობიდან ალბათ, ბავშვობიდან. არის ხოლმე რაღაცა ვერსიები აქ და მე ძალიან ვეწინააღმდეგები, რომ ვიღაცა მწვანესურებს, ვიღაცა არა, სხვადასხვა მეთოდით კეთდება, იმიტომ რომ ხო, ზოგი მწვანის, მაგრამ არ უხდება ყველაფერი. დედაჩემისგან, დედაჩემი არის 77 წლის და ჩემი მეუღლის დედისგან კიდე ისიც გალბატონი ნანის და არის ჩემი მეუღლის დედა. იტყვიან ხოლმე, რომ აცხობდნენ ესეთ პატარა ზომის ერთ ადამიანზე გათვლილ კუბდარს, მხოლოდ მარილი და ხორცი იყო. ხორცის გემოს არ აკარგუნებდნენ. შემდეგ იდებოდა თეფსზე, ზემოთა თავი იჭრებოდა და ისე იჭმეოდა. ეხლა 4-ად დაჭრილი კუბდარის უკვე რა თქმა უნდა, ხო და ნიორი, დიახ, ნიორი, მარილი და მხოლოდ ხორცი. ეს სუნელები უკვე მერე და მერე წამოვიდა, თუმცა ესეც როგორც ხინკალი გამშვენიერდა ეთყობა ჩვენც ეს თაობებმა, მაგრამ ესეც უგემრიელესი რა თქმა უნდა. ახლა ეს არის თეთრი მარილი.
მასულა. ეხლა მოურიოთ. ნიორი. ნიორი არ გამიკეთებია? ვერ დამიჭერი. რაც მეტი ურევ, მით მეტი გემოუჩდება. აქაც შევაყვარეთ ყველა სკუბდარი. იმზადე ქალბატონო ფიქრია, აბა მასტერი კლასია ეს ამისი და შენს იმას ვერ შეედრება, მაგრამ აბა გამისინჯე ქალბატონო როგორი იყოს ჩვენი კუბდარი. დიდებული როგორც გვჩვევია ხოლმე შენ. თუ შევკაც. იმას ვიძახდი, ერთი ადამიანისთვის გათვლილი კუბდარი მოხსენი თავი და მიირთი გემრიელად. ასე ჩვენთან ასე იყო სვანეთში. ესეთი სუნს უშვებდა რომ გემრიელად სავსე ხორცით, გემრიელი სურნელებით ნამდვილად გადასარევია. კარგი თხელი კანი, როგორც გვჩვევია. თხელი კანი რო არ ყოფილიყო შემომკლავდი და შიშით შენ არასდროს მოგწევ ჩემი გაფრთხილებული ხორცები. ხო. ნანი ივასუმირი, სტუმარ მასპინძლობისთვის უღრმესი მადლობა. ძალიან გემრიელი კუბდარი გაქვს, ჩემო კარგო. შეგარგოს უფალმა. სიტყვები ზედმეტია. შეგარგოს და გამოს. მოკლედ ახლა ჩემო ლამაზო დავიწყოთ უგემრიელესი ჩვენი უსაყვარლესი კერძი. მე ბალსზე მოურად ვიტყვი და შენ თავისთავად ბალსზე მოწყარ, ბალს ქვემოც. შენ თქონებურად ვიტყვი. მე ერწვი, ხო? კარტოფილით და ყველით. ხო ესეა? შუშა. კი ბატონო, არ შეგედავებ. ნატალერები შუშას ეძახით და რა ვქნათ? კი ბატონო. მზადების პროცესი ახლა ქალბატონო ნანი, როგორ მოვამზადებთ? კარტოფილი გატარებული გვაქვს ალბათ, ხო? ამასაც სხვა და სხვანაირად ამზადებენ. ამზადებენ როგორ იცი, ზოგი ყველს პირდაპირურებს, მაგრამ ჩვენ ლატალერები ჯერ წყალს ვადუღებთ. ცოტა წყალი მიდგია ახლა ზედ და ვადუღებთ წყალს და მერე ვყრი კარტოფილს. იქ უკეთებ მარილს და ბებიაჩემი ეს არის ეს როგორ უყვარდა ბებიაჩემს და მეც ისე მიყვარდა რომ რა ვდგებოდი ბავშვი გახარებული ვიყავი რომ ხდებოდა რა ქვია და მერწვი არა შუშა ესეთი ბედნიერი ვიყავი და მეც იქიდან მაგრამ სხვათა შორის ჩვენ ოჯახში არ უყვართ ჩემს გარდა და სხვათა შორის გადავეჩვი ამის გაკეთებას. თქვენთან როგორ არის ახლა? ხო, ჩვენთან ახლა დედაჩემი კალადან არის და კალა იფარი ეს იქაური კარტოფილი მაინც ესეთი ძალიან მიყვარს დღემდე შემორჩენილი. ჩვენთანაც იგივენაირად როგორც შენ თქვი ნანი ადუღებულ წყალში გატარებულ კარტოფილს ყრიეს ჯერდე და მე აჭყლეტილ ხელით აჭყლეტილ ყველს ჩაყრის და წელვადი ყველი უნდა იყოს რო იწელება უზომოდ უგემრიელესად ეს მაქსვანეთიდან წამოღებული ჟიშხა აი ამით კი ბატონო და ზოგი არის კატეგორია რომ ადუღებულ რძეშიც ნუ ცხელ რძეშიც კი წყლის მაგივრად რძეში უგემრიელესია ესეც ეს უკვე როგორც სვანურ მარილზე ვილაპარაკეთ არც ერთ ოჯახში და კუბდარიც ესეა არც ერთ ოჯახში კუბდარი არ მზადდება ერთი და იგივე გემოთი, არც ერთ ოჯახში, სვანურ ოჯახში, თუმცა მაინც სვანური ქვია, მაგრამ ეს ხელზეა დამოკიდებული, ეს ინდივიდუალურია, მცხობელზე და მზარეულზე, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ესეა მერწვიც, ესეა კუბდარიც და ხაჭაპურიც და თვითონ ცომიც. მერწვი ახლა ადიშელების კი, მეუღლე ადიშელების ვარ და მერწი, თავისთავად მერწი უნდა ვთქვა მეც. კი ბატონო, მომწონს. გადავიდეთ ახლა მეორე ეტაპზე, ხო? დავიწყოთ ახლა ისა, ჩავყაროთ ქალბატონო ფიქრია მარილი. პირველ რიგში ვადუღებ წყალს, ადუღებული მაქვს ახლა წყალი, ჩავყრი მარილს და მერე ვყრი კარტოფილს. მერე ეს კარტოფილი ცოტა რო შეცხელდება, მერე ყრი ყველს. და ვშეურევ ერთმანეთში და გამოდის
ახლა უნდა გავწელო ქალბატონო ფიქრი აუყურე აბა როგორ იწელება ჩვენი მე თავარი ხასიათი არის არ მინდა ბერცი კი ბატონო თავარი ხასიათი არის წელვადი ყოლით წელვადი მე ბავშვობაში დამცინოდნენ რომ ისაო მერც გაჭმეო შუშასო რა თუ არ იწელება მეთქი არ შევჭამდა ხატაოდე მაგაზე რომ არ იწელება იმასო ნანი არ ჭამსო რა თქმა უნდა მთელი ხიბლი ამაშია და ახლა მოვიდა ვარ დაგეხმარო ამით მეცა აი მოიცა ეს გოზით გაწყვიტე აჰა მივთი ქალბატონო ახლა დაგიგემოვნე ფიქრია როგორ მოგეწონოს მერცი კი ბატონო თერი სიყვარული ჩაქსოვილი უგემრიელის ქალბატონო ნანეს სიყვარულით გაკეთებული ჩვენი სიყვარულიც ჩანს ამაში ერთმანეთს მადლობა და ძალიან გემრიელი მოკლედ ჩვენი დღევანდელი დღე დასასრულისკენ მიდის ჩემო კარგო და ბოლოსკენ შემოვინახეთ ხაჭაპური სვანური ხაჭაპური ხო საუკეთესო კერძი სვანური ხაჭაპური ფეტვიანი ხო დიახ ფეტვით სვანეთიდან გაქვთ ალბათ მოტანილი დიახ სვანურია ეს ხუმარის ფეტვი იქნება აუცილებლად ლათალი პირველი იყო ფეტვისთვის კი ბატონო ეხლა აგვიხსენი ნანი როგორ მზადდება ჩვენი ფეტვიანი ხაჭაპური ცომი მზად გვაქვს ალბათ ამისთვისაც ხაჭაპური ჩვეულებრივი ცომით ვაწყობთ ხო ალბათ ჯერე ფეტვის ისტორიას გეტყვი ქალბატონო ისმენ სიამოვნებით ფეტვი მზადდება ისე ითესება ისეთი სუფთა ადგილი უნდა ფეტვს დედაჩემი რო იტყოდა ფეტვი დავთესო და დრები ყალყზე მედგა იმიტომ რომ გამარგულა მეზარებოდა ეს არის წმინდა უნდა იყოს ერთი სარეველა არ უნდაერიოს ფეტვს და მე რო გახედავ საყვარლად ბიბილებს ეს ფეტვი ხო კაი არ ვიცი მე არ ვიცი ძალიან კარგია და სუფთა ფეტვს უყვარს სუფთა ვაკეთებ ახლა ესეც აბცილებლად წელვადი უნდა იყოს ყველი და დავჭყლით ავამყველს გავუკეთებ მარილს მერე ვაყრით ფეტვს ზოგი აკეთებს ლუკნეს ხო იცი ლუკნე უფრო მეტი ეხლა ხო არ მინდოდა შემეწყვეტინებინა ესეც ინდივიდუალური იქნება ზოგი რაღაცა ფერის ხო ფერს ხო მხოლოდ ფერიც არის ხაჭაპური რო არის ეს არის ინდივიდუალი მარტო რო აყრით იმას და ის ლუკნეს რო აკეთებთ ის კეთდება სხვანაირად როგორც ჭიშტვარს ვაკეთებთ ისე უნდა მოიზილოს ის ფეტვი ანუ უფრო მეტი იქნება ფეტვი ალბათ ხო რა თქმა უნდა როგორც ჭიშტვარ და ისე ვაკეთებთ და ახლა გავაკეთოთ ჩვეულებრივი ხაჭაპური ყველს ავჭყლითავ ჩავყრი მარილს და მერე ფეტვს კი ბატონო ეს კიდე ფეტვი სხვანაირად იფქვება კიდე ახლა ჩვენ საფქვავში რო ვქვავთ ისე კი არ იფქვებოდა იქ იფქვებოდა რა ქვია ის ქვასანახში თუ ქვის ის არის ძველი ცისკული ორი ქვა იყო ხო ორი ქვა იყო და ხო იმით ერთი მძიმე ძლივს ვატრიალებდით და აი სხვათა შორის სხვანაირი გემო ჰქონდა იქ დაფქვილს სხვანაირი და აქ კიდე რო ჩამოვედით ფეტვიანებს რო ვაკეთებდით აქ ეძახდნენ ჭუჭყიანი ხაჭაპური ამ დროს აი ხო გითხარით ფეტვი როგორი სუფთა და ის უნდა იყოს წმინდა აი ესეთი ის არის ეს ფეტვი არა ეს ალბათ ფერის გამოიძახდნენ ხო ფერის გამოიძახდნენ აბა სხვა ეხლა რა უნდა გკითხო ჩემო კარგო შენ თუ გახსოვს ის პერიოდი აი სვანეთიდან თქვენი გადმოსვლის პერიოდი ის მომენტი ის ან მიზეზი რა იყო თქვენი აქ ჩამოსვლის ეხლა მე როგორც ასეთი ჩემი და იყო აქეთ იყო იქ მართლა დუღდა აქ ყველაფერი უბრალოდ უწყლობა ძალიან იყო უწყლობა თავიდან არ იყო მაგრამ მე თავიდან მე უწყლობა და როგორც თქვა კარგადაც შევეგუე და ძალიან კმაყოფილიც ვარ კახეთის მიწაწყლით თუმცა სვანეთის ცუ არა სვანეთი რა ჩემი ის არის წარმოიდგინე იმ ხელაზე სიყვარული გვაქვს საოჯახო სასტუმრო მაქვს და ჩემი სოფლის სახელი გვაქვს დარქმეული იმ ხელაზე ჩემ შვილები არ გაიზარდნენ სვანეთში მაგრამ იმ ხელაზე სიყვარული აქვს სვანების რო რა თქმა უნდა
ჩვენი პატარა სვანეთი არის კახეთის მიწა-წყალზე, ჩვენი კახეთი იგივე ჩვენი გულია, ჩვენი გულია, მე აქ გაზრდილი ვარ და მე ეხლა აქ არც ვერც ტრადიციას ვერ დავკარგავთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ტრადიცია და ჩვენი ადათ-წესი არ დაიკარგება იმით, რომ ჩვენ ადგილი შევისვალოთ, ხო ისეა? კიდე ვამაყობთ. სხვა. კი ბატონო, ეხლა მოდი დაუბრუნდეთ და მარილს დაგეხმარებით მარილის ჩაბა ეხლა ამაში ჩამიყარე. მარილ იცი რა იცის? ჩხუბი იცის. გეშინია. მე და შენ არ იჩხუბებთ. ეხლა ფეტს ვამატებთ, ხო? ცოტა კიდე ჩავიმატე ფეტი. აჰა. ეხლა ბევრი მოგვივიდა, არა უშავს. არა, დიდებულია, რაც მეტი აქვს, მით გემრიელია ფეტვიანი ხაჭაპური. მე ისე შეეჩვივნენ აქაურები ამ ხაჭაპურს, რომ ხო, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, ხო? ხო. თვითონაც ყიდულობენ ამ ფეტს მე მგონი და კი, ძალიან სხვათა შორის და ხაჭაპურსაც ამისი ჭიშტვარიც საც ვაკეთებდით ჩვენ, ვაკეთებთ იმაში. კაკლის ფოთლებში. ნიგუსის რა. ეხლა რა მაინტერესებს ნანი? ცომი, როგორც კუბდარის ცომი რაც გქონდა, იგივე ცომი გექნებათ ალბათ ამისთვის, ხო? ნუ ეს არის რაც ძველი ცომია ძირკი ბატონო. კი ბატონო. ჩვენი დღევანდელი დღე დასასრულს მიუახლოვდა, ჩვენი ფეტვიანებით დავასრულეთ. უგემრიელესი სუნი, ვიცი რომ უგემრიელესი იქნება გემოთიც. უღრმესი მადლობა ნანი, ჩემო კარგო, დღევანდელი მასპინძლობისთვის, ასეთი გემრიელობებისთვის, რაც შემოგთავაზე. მე ბედნიერი ვარ თუ კმაყოფილი ბრძანდებით. ასევე მადლობა მინდა მოუგხადო ჩემი კუთხის მასპინძელს, რომ იმოგზაურა ჩვენთან, გაიზიარა ჩვენი ყოფა, ჩვენი ეს ჩვენი ადათ-წესები, ჩვენი სამზარეულო. უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის და გემშვიდობებით და მობრძანდით დავით გარეჯის უდაბნოში, გელოდებით ყველას. ჩვენი სტუმარ მასპინძლობა.